აშშ-ის სამხედრო ძალა მართავს 11 ავიამზიდს, რაც ბევრად მეტია ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას დედამიწაზე. ეს უზარმაზარი მცურავი აეროდრომები ამერიკას საშუალებას აძლევს ძალა შორს და ფართოდ გაავრცელოს მთელ მსოფლიოში, ათასობით მილის დაშორებით საკუთარი მიტიდან და სანაპიროებიდან. ისინი უზრუნველყოფენ ოპერაციულ მოქნილობას, რომელსაც ბადალი არ ყავს და შეუძლია საბრძოლო, სადაზვერვო, შეკავების და უსაფრთხოების მისიების შესრულება თითქმის ყველგან. და მათ ახლახან განსაკუთრებული განახლება მიიღეს. მეცნიერული ფანტასტიკის სტილის მომავლის იარაღი, ლოკუსტის ლაზერი, შექმნილია იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს, შეიძლება ითქვას, 21 საუკუნის ბრძოლის ველის ყველაზე დიდ საფრთხეს, აზე დიდ საფრთხეს, დრონებს. ეს ახალი იარაღი პირდაპირ მნიშვნელობით შეუძლია დაწვას უპილოტო საფრენი აპარატები, UAV-ები ციდან, გაადნოს მათი სტრუქტურული კომპონენტები და დააზიანოს კრიტიკული სისტემები თვალის დახამხამებაში. და ეს შეუფასებელი დამატებაა აშშ ავიამზიდებისთვის, რადგან დრონების საფრთხე ყოველდღიურად იზრდება და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აშშ საზღვაო ფლოტს არ ჰქონდა გონივრული და ეკონომიური გზა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში $1 მილიარდად შეფასებულმა ამერიკულმა სამხედრო გემმა მოულოდნელად აღმოაჩინა ათეულობით საფრთხე თავის რადარის ეკრანზე, როცა წითელი ზღვის წყლებში გადაადგილდებოდა. ეს საფრთხეები მხოლოდ საკრუიზო რაკეტები ან მტრის თვითმფრინავები არ იყო. ისინი დრონები და საკრუიზო რაკეტები იყო, რომლებსაც იემენში ჰუსიტი მეამბოხეები მართავდნენ. IAF მასიურად წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ღირებულება თითოეული დაახლოებით $50,000, მაგრამ საკმარისი ასაფეთქებელი ნივთიერება აქვთ, რომ სერიოზული ზიანი მიაყენონ თითქმის ნებისმიერ სამიზნეს მათ გზაზე. და იმ კონკრეტულ დღეს, რამდენიმე კომერციული გემი, ისევე როგორც ამერიკული სამხედრო ხომალდი, მათ სროლის ხაზში აღმოჩნდა. საზღვაო ძალების ეკიპაჟს სწრაფად უნდა ემოქმედა და სხვა არჩევანი რომ არ ჰქონდათ, იძულებულნი გახდნენ ხომალდის ტრადიციულ თავდაცვით სისტემებს, გადამჭერ რაკეტებს დაგრძნობოდნენ. ეს რაკეტები დრონების წინააღმდეგ გამოყენებისთვის არ იყო შექმნილი. ისინი შექმნილი იყო მტრის გამანადგურებლების, ბომბდამშენების ან სხვა რაკეტების გასანადგურებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული რესურსებია, ხშირად მილიონობით ან ათეულ მილიონობით დოლარის ღირებულების. გადამჭერი რაკეტებიც ხშირად მინიმუმ $1 მილიონ ფასობს, ზოგჯერ კი ბევრად უფრო ძვირია. როდესაც გამანადგურებელ თვითმფრინავს გამანადგურებელი რაკეტებით ესვრით, ხარჯთეფექტიანობა დიდად მნიშვნელოვანი არ არის. სრულად რაციონალურია. ჰაერში რამდენიმე $1 მილიონი ღირებულების საბრძოლო მასალა გაუშვა. თუ ეს ნიშნავს მტრის თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელიც ბევრად უფრო ძვირად ღირს. მაგრამ როცა $1 მილიონიან რაკეტებს იყენებ $50,000 ღირებულების დრონების გასანადგურებლად, ეს უკვე სრულიად სხვა განტოლებაა. წარმოიდგინე, რომ საბრძოლო ხომალდს ან ავიამზიდს უწევს გამკლავება დრონების მთელ გუნდებთან, რომელთაგან თითოეული შედგება ათეულობით ან თუნდაც ასობით კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატისგან. ის რამდენიმე კვირაში ასობით მილიონის თუ არა მილიარდობით დოლარის ღირებულების რაკეტებს დახარჯავდა. ეს არ არის მდგრადი, არც კი შეერთებული შტატებისთვის, რომელსაც დედამიწაზე ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვს. ამის ნაცვლად, თუ გსურთ დრონებთან გამკლავება, უნდა იპოვოთ უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური გზები. ეს გაკვეთილი უკრაინა მისწავლა რუსეთთან ომში. უკრაინის თავდაცვის ძალებს რეგულარულად უწევთ მასიურ რუსული დრონების ჯგუფებთან გამკლავება, მაგრამ ისინი იყენებენ მრავალფეროვან ხარჯთეფექტურ თავდაცვით ზომებს მათი ჩამოსაგდებად. მათ შორისაა ყველაფერი: ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კოშკურებიდან და მობილური ცეცხლის ჯგუფებიდან დაწყებული, დამთავრებული ჩლი-ჩამჭერი დრონებითა და ელექტრონული ბრძოლის ჩამქჩის ჩამხშობებით. ამასთან აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას უკრაინაში, სწავლობს კიევის დამცველების გამოცდილებას, იკვლევს მონაცემებს, რათა გაარკვიოს რა მუშაობს, რა არა და როგორ. ამერიკის ძალებს შეუძლიათ მიბაძონ ან განავითარონ უკრაინული ტაქტიკა, რათა გააუმჯობესონ საკუთარი დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობები, რადგან დრონები არსად გაქრებიან. ეს უბრალოდ ეტაპი ან დროებითი ტაქტიკა არ არის, რომელიც მალე მოძველდება. დრონები ომის როგორც დღევანდელ, ისე მომავალ რეალობას წარმოადგენენ და ადვილი გასაგებია რატო. ისინი წარმოუდგენლად იაფად მზადდება. მათი ღირებულება მხოლოდ მცირე ნაწილია ტიპური საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების ან მართვადი ბომბების ფასისა, მაგრამ აქვთ გასაოცარი პოტენციალი, გაანადგურონ მტრის ძალები, დააზიანონ და გაანადგურონ ინფრასტრუქტურა და სრული ქაოსი გამოიწვიონ იქ, სადაც არ უნდა იყოს ისინი გამოყენებული. ჩვენ ეს ვიხილეთ უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოს წამყვანი არმიების უმეტესობა უკვე აქტიურად მუშაობს საკუთარი მომავალი თაობის დრონების შექმნაზე. უფრო დიდი საბრძოლო ქობინებით, უკეთესი ძრავებით, უფრო ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტით და უპრეცედენტო შესაძლებლობებით. ჩინეთმა მაგალითად შეიმუშავა გასაოცარი ავტონომიური დრონების ROIS ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ათეულობით დრონს დამოუკიდებლად მოძებნონ, ამოიცნონ, დააკვირდნენ და დაარტყან სამიზნეებს თითქმის ნულოვანი ადამიანის ჩარევით. არავის შეუძლია უგულებელყოს უპილოტო საფრენი აპარატების მზარდი მნიშვნელობა. განსაკუთრებით კი არაშეერთებულმა შტატებმა, რომელიც თაობების განმავლობაში მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ძალად ითვლებოდა.
იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია, შეერთებულმა შტატებმა უნდა არა მხოლოდ შეიმუშაოს საკუთარი დრონების არმია, არამედ იპოვოს საუკეთესო გზები მტრის დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათ გასანადგურებლად, როგორც ჰაერში, ისე ხმელეთზე და განსაკუთრებით ზღვაში. რადგან აშშ-ს საზღვაო ძალებს მხოლოდ წითელ ზღვაში 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის იანვრამდე ასობით დრონისა და რაკეტის მუქარის მოგერიება უწევთ. ეს რიცხვი წლების მატებასთან ერთად მხოლოდ გაიზრდება. როდესაც ისეთი ძალები, როგორიცაა ჰათები, მარტივად აწარმოებენ უზარმაზარი რაოდენობის სამად ქუსეფის ტიპის დრონებს, იმ იმედით, რომ გადატვირთონ მოწინააღმდეგეები და დაბომბონ ამერიკული სამხედრო გემები და ავიამზიდების დარტყმის ჯგუფები, როგორც ავხსენეთ, რაკეტებზე დაყრდნობა ამ მასიური შეტევების შესაჩერებლად არ არის სიცოცხლის უნარიანი გამოსავალი. ისინი არა მხოლოდ ძალიან ძვირი ღირს, არამედ ყველაზე დიდ სამხედრო გემებსაც კი ერთდროულად მხოლოდ გარკვეული რაოდენობის რაკეტების ტარება შეუძლიათ. ბოლოს და ბოლოს მათ ამოეწურებათ საბრძოლო მასალა და უბრალოდ უზარმაზარ უმოქმედო სამიზნეებად იქცევიან. მაგრამ რა მოხდება თუ ამ გემებს სხვა ტიპის თავდაცვა ექნებათ? იარაღი, რომის გამოყენებაც იაფია, ეფექტურია ყველა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ და მას არასდროს ეწურება საბრძოლო მასალა. სწორედ აქ შემოდის საქმეში ლოკუსტის ლაზერი. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან აღებულად ჟღერდეს, ის სრულიად რეალურია. და უკვე ამჟამადაც ამონტაჟებენ ამერიკულ ავიამზიდებზე. მართლა ასეა. 20 აპრილს Warzone-მა და სხვა სამხედრო საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ნიმიცის კლასის ავიამზიდზე USS George H.W. Bush-ზე ლოკუსტის ლაზერული სისტემა დაამონტაჟეს და გამოსცადეს. მიჩნეულია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზღვაო ძალებმა ამ ტიპის ტექნოლოგია ავიამზიდზე აქტიურად გამოიყენეს. ასევე ჩანს, რომ ეს არის საზღვაო ძალებში გრძელვადიანი სტრატეგიული ცვლილების ნაწილი მიმართული ენერგიის იარაღებისკენ. საზღვაო ოპერაციების უფროსმა ადმირალმა Darrell Codle'მა 2026 წლის იანვარში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურს მეტი ამერიკული სამხედრო გემი იყოს ლაზერული სისტემებით აღჭურვილი და რომ სწორედ ეს ლაზერები გახდნენ პირველი და მთავარი თავდაცვითი ხაზი ახლო მანძილზე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ. ეს არის ჩემი მიზანი. თუ გემი ხედავს საფრთხეს, პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც გამოვიყენებთ, იქნება მიმართული ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ ლოკუსტის შესახებ სიახლე George H.W. Bush-ის გემზე მხოლოდ 2026 წლის აპრილში გავრცელდა, მიიჩნევა, რომ რეალური ტესტირება ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა. საზღვაო ძალებმა გაავრცელეს სისტემის ადგილზე გადაღებული ფოტოები და თანამხლები გამამხლევე სოციალის სროლის ღონისძიების დროს ლოკუსტის LWS ლაზერულმა იარაღის სისტემამ ეფექტურად აღმოაჩინა, დააკვირდა, ჩაერთო და გაანეიტრალა რამდენიმე უპილოტო საჰაერო აპარატი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ოპერაციული მიმართულებითი ენერგიის შესაძლებლობების დანერგვისკენ. AeroVironment-ის თავდაცვის ფირმის, რომელმაც ლოკუსტი შეიმუშავა, პრეს-რელიზში დამატებითი დეტალები იყო მოცემული. მისი პალეტიზებული ლოკუსტის ლაზერული იარაღის სისტემის წარმატებული დემონსტრაცია USS George H.W. Bush-ის CVN-67 ბორტზე 2025 წლის ოქტომბერში ჩატარდა აშშ-ს საზღვაო ძალებთან და აშშ-ს არმიის სწრაფი შესაძლებლობებისა და კრიტიკული ტექნოლოგიების ოფისთან თანამშრომლობით. განცხადებაში ასევე დადასტურდა, რომ ლოკუსტის პალეტიზებულმა მაღალი ენერგიის ლაზერული იარაღის სისტემამ დააკვირდა, ჩაერთო და გაანეიტრალა რამდენიმე სამიზნე დრონი. რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ოპერაციული მიმართული ენერგიის შესაძლებლობების შექმნის გზაზე ყველა დომენში და პლატფორმაზე. კომპანიამ დაამატა, რომ ეს წარმატებული ტესტები ამტკიცებს, რომ ლოკუსტი არის პლატფორმაზე არამოკიდებული ინოვაცია, რომელსაც შეუძლია უპრობლემოდ გადაინაცვლოს როგორც სტატიკურ, ასევე სახმელეთო მობილურ პლატფორმებზე. მაგალითად, ერთობლივი მსუბუქი ტაქტიკური მანქანა და ქვეითთა ჯგუფის მანქანა, ასევე მანევრირებადი ავიამზიდის დინამიკურ და მოთხოვნად გარემოში. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნიშნავს, რომ ლოკუსტი ეფექტურად შეიძლება განთავსდეს თითქმის ყველგან, სადაც აშშ სჭირდება, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. ის შეიძლება დამონტაჟდეს მომავალ საბრძოლო გემებზე და მომავალი თაობის ავიამზიდებზე, როგორც სტანდარტული თავდაცვითი სისტემა, ასევე სახმელეთო მანქანებზე, რომლებიც ყველა გარემოში იმავე მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ. მაგრამ სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა და რა შეუძლია, თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა საუკეთესო დროა ამისთვის. ეხლა ლოკუსტის ცენტრალური ელემენტია ლაზერული ენერგიის იარაღი, რომელიც განთავსებულია კოშკურაში და აღჭურვილია ჩაშენებული ელექტროოპტიკური და ინფრაწითელი ვიდეო კამერებით. ეს კამერები პასუხისმგებელნი არიან სამიზნეების პოვნაზე, იდენტიფიცირებასა და თვალთვალზე, როდესაც ისინი სისტემის მოქმედების არეში შედიან. სხვადასხვა დამატებითი სენსორები, მათ შორის მაღალსიხშირიანი რადარები და პასიური რადიოსიხშირის სიგნალის დეტექციის სისტემები, ასევე ტემები, ასევე ინტეგრირებულია ლოკუსტში, რაც ეხმარება ლაზერის დამიზნებასა და კონტროლს, რომლის სიმძლავრეც სავარაუდოდ დაახლოებით 20 კილოვატია. ეს სინამდვილეში ლაზერის სიმძლავრის სპექტრის ქვედა ზღვარზეა, მაგრამ ნუ მოგატყუებთ ეს. ლოკუსტის ლაზერი მაინც საკმარისზე ძლიერია, რომ მცირე დრონები მარტივად გაანადგუროს და ცნობების მიხედვით მისი სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობაც არსებობს.
სინამდვილეში სისტემა უკვე დემონსტრირებულია ოდნავ უფრო ძლიერი, 26 კილოვატიანი სიმძლავრით და შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი თეორიულად რამდენად შეიძლება გაიზარდოს, ისე რომ შეინარჩუნოს არსებული ფორმა და დიზაინი. და საზღვაო ძალები არ არის ASHS-ს სამხედრო ძალების ერთადერთი შტო, რომელიც ამ საინტერესო მომავლის ტექნოლოგიას ცდის. უკვე 2025 წლის დეკემბერში ანგარიშებმა დაადასტურა, რომ ASHS-ს არმიამ მიიღო პალეტიზებული ლოკუსტის ლაზერები, ასევე დამატებითი სისტემები, რომლებიც დამონტაჟებული იყო ტაქტიკურ და ქვეითთა ჯგუფის მანქანებზე, JLTV-ებსა და ISV-ებზე. საზღვაო ქვეითთა კორპუსმაც გამოხატა აქტიური ინტერესი JLTV-ზე დაფუძნებული ლოკუსტის სისტემების შეძენაში. მაგრამ ლოკუსტის ავიამზიდზე განთავსების შესახებ ბოლო სიახლე არის პირველი შემთხვევა, როცა ოფიციალურად ხედავთ, რომ საზღვაო ძალები ამ ტიპის ტექნოლოგიაზე მუშაობს. ეს საინტერესო ნაბიჯია, თუმცა გასაკვირი არ არის, როცა გავითვალისწინებთ იმ მრავალ სარგებელს, რასაც ეს ლაზერები იძლევა. პირველ რიგში არსებობს ხარჯების უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ლოკუსის სისტემა იაფი არ არის და ერთი ერთეულის ღირებულება დაახლოებით $8 მილიონ შეადგენს, თავად ლაზერი საოცრად ხელმისაწვდომია. AeroVironment-მა გამოავლინა, რომ ერთი ენერგეტიკული გასროლის ღირებულება დაახლოებით $5 შეადგენს. ხშირად ეს საკმარისია დრონის გასანადგურებლად. $5 რომ გაანადგურო $50,000 საფრთხე. ეს წარმოუდგენელია და უსასრულოდ უკეთესია, ვიდრე იგივე მიზნის მისაღწევად $1,000,000-იანი რაკეტის გამოყენება. ასევე არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ლაზერები განსხვავებით თოფებისგან, ტრადიციული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან, ბომბდამშენებისა და სარაკეტო გამშვები დანადგარებისგან არასდროს ამოიწურება საბრძოლო მასალა. მათ აქვთ შეუზღუდავი მჭიდის მოცულობა. სანამ მათ ექნებათ საკმარისი ენერგია და გაგრილება, რომ გამართულად იმუშაონ, ეს სისტემები შეძლებენ სროლის გაგრძელებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. არ არის საჭირო ხელახლა დატენვა, არც მომარაგება, არც ბაზაზე დაბრუნება და საათობით დამატებითი საბრძოლო მასალის ჩატვირთვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დრონების საფრთხის შემთხვევაში, რადგან დრონები ძალიან იაფი და მარტივად დასამზადებელია დიდი რაოდენობით. ჩვენ ვნახეთ, როგორ უშვებენ ჰუთები ერთდროულად ათეულობით დრონს. რუსეთმა კი უკრაინაში კიდევ უფრო შორს წავიდა და ზოგჯერ ერთ ღამეში თითქმის 1000 დრონს აგზავნის. ამ რაოდენობის წინააღმდეგ ტრადიციული საბრძოლო მასალებით ვერ იბრძოლებ. საჭიროა იარაღი, რომელიც ხშირად იაფად და ყოველ გასროლას შორის შეფერხებების გარეშე ისვრის. აი რატომაცაა ლაზერები ეხლა ესეთი ფასეული. ლოკუსს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: მოქნილობა. როგორც უკვე ვახსენეთ, ის უკვე სხვადასხვა ფორმატშია ნანახი. მაგალითად, პალეტიზებული და კონტეინერებში განთავსებული სისტემები, რომლებიც მარტივად გადაადგილდება სხვადასხვა ადგილას. ასევე სისტემები, რომლებიც მანქანებზეა დამაგრებული. ლოკუსი, რომელიც ჯორჯ A.U. ბუშის გემზე იყო ნანახი, უბრალოდ გააგორეს გემბანზე და რამდენიმე წუთში დაამაგრეს. ეს კი ნიშნავს, რომ ეს სისტემები მარტივად შეიძლება დამონტაჟდეს ან მოიხსნას საჭიროების მიხედვით, მისიის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ასევე ღირს აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებითი ენერგიის სისტემაა, რომელსაც საზღვაო ძალები და ამერიკის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფები განიხილავენ და ცდიან. მაგალითად, 2024 წელს გავრცელებული ცნობებით, საზღვაო ძალებმა მაღალი ენერგიის ლაზერისა და ინტეგრირებული ოპტიკური დამაბრმავებლისა და სადაზვერვო ჰელიოს სისტემის ტესტირება ჩაატარეს არლეიბერგის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილ გამანადგურებელ ხომალდ USS Preble-ზე. ჰელიოს დაახლოებით 3-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ლოკუსტი, მას აქვს 60 კილოვატიანი სიმძლავრე და შეუძლია შეუფერხებლად ინტეგრირდეს საზღვაო ძალების არსებულ Aegis-ის საბრძოლო სისტემასთან. მას შეუძლია როგორც მტრის საფრთხეების დამაბრმავებლად გამოყენება, რაც ძირითადად ნიშნავს მათი სენსორებისა და კამერების დაბრმავებას და მათ დაწვას, ასევე მათი კრიტიკული კომპონენტების გახურებას კონცენტრირებული ენერგიის სხივით, სანამ ისინი უბრალოდ არ გადახურდება და არ გამოვა მწყობრიდან. ტესტირებისას ზუსტად როგორც ლოკუსტმა, ჰელიოსმაც დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტურია უპილოტო საფრენი აპარატების მიზანში ამოღებასა და განაიტრალებაში. და ზუსტად როგორც ლოკუსტი, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა თავად საკმაოდ ძვირია, ჰელიოსის გამოყენება თითქმის არაფერს ღირს. ASHS-ი ასევე აქტიურად მუშაობს კიდევ უფრო დიდ და ძლიერ ლაზერულ სისტემებზე. მაგალითად, 2025 წლის ივნისში გამოცხადდა პროექტი სახელად SONGBO, რომლის მიზანიცაა 400 კილოვატიანი ლაზერული სისტემის შექმნა. ეს იქნება დაახლოებით 7-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ჰელიოსი და დაახლოებით 20-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ლოკუსტი, რომელსაც შეეძლება არა მხოლოდ დრონების, არამედ სხვა მრავალგვარი საფრთხის, მათ შორის ფრთოსანი რაკეტებისა და მცირე ნავების განადგურება. ამ ტექნოლოგიას გარდამტეხი რომ უწოდოთ, ესეც კი ნაკლები იქნება, რადგან მისი პოტენციალი თითქმის უსაზღვროა. როგორც ადმირალი ქოდლი აღნიშნავს, როცა სიმძლავრე ზრდი, მიზანზე ზემოქმედებისა და ენერგიის შენარჩუნების უნარი და ლაზერის ეფექტურობა უბრალოდ იზრდება. ამის მიუხედავად, ლაზერებსაც აქვთ თავიანთი პრობლემები. თუ ისინი სრულყოფილები იქნებოდნენ, უკვე ფართოდ გამოიყენებდნენ ASHS-ს სამხედრო ძალებში და აღარ იქნებოდნენ მხოლოდ ტესტირების ან ექსპერიმენტულ ფაზაში. ერთ-ერთი პრობლემა მაგალითად ის არის, რომ ერთი ლაზერული სისტემა ერთდროულად მხოლოდ ერთ სამიზნეს შეიძლება დაუპირისპირდეს. ეს პრობლემა ხდება მაშინ, როცა საქმე გაქვს უზარმაზარ დრონების ჯგუფებთან, რომლებიც შეიძლება შედგებოდეს ათეულობით, ან თუნდაც ასეულობით სამიზნისგან, რომლებიც ყველა სწრაფად მოძრაობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ლაზერის გასროლას მხოლოდ წამის მცირე ნაწილი სჭირდება, სისტემას მაინც სჭირდება დრო, რომ სამიზნეზე დაფიქსირდეს და მის მოძრაობას მიადევნოს თვალი, ასევე თითოეულ გამოყენებას შორის გასროლები გამოთვალოს. გარდა ამისა, ლაზერული იარაღების ერთ-ერთი ნაკლი, ყოველ შემთხვევაში მათი ამჟამინდელი ფორმით, ის არის, რომ როგორც კი სხივი წყაროდან შორდება, ის სუსტდება, რადგან სხივი იწყებს გაფანტვას ან გავრცელებას, რაც ამცირებს მის სიმკვრივესა და ინტენსივობას. ამაში ატმოსფეროც მონაწილეობს, რადგან ის შთანთქავს ან აფანტავს სინათლეს მისი მოძრაობისას. საბრძოლო თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ ლაზერებს მტრის საფრთხეების ჩამოსაგდებად საუკეთესო შანსი რომ კონდეთ, ან წყაროსთან უნდა კონდეთ დიდი სიმძლავრე, ან უნდა ისროლონ მხოლოდ მაშინ, როცა მათი სამიზნეები საკმაოდ ახლოს არიან. ამასთან ერთად, ლაზერებზე გავლენას ახდენს ამინდი და სხვა გარემო ფაქტორები. სხვა ფაქტორებთან ერთად, კვამლი, მთვერი და წვიმა შეიძლება ლაზერის სიმძლავრესა და სიზუსტეზე იმოქმედოს, რაც კიდევ უფრო ამცირებს მის მოქმედების არეს და ზღუდავს ეფექტურობას. გარდა ამისა, ამ სისტემებში საკმაოდ ნაზ კომპონენტებიც გამოიყენება. მაგალითად, ლაზერებს ხშირად სჭირდებათ მგრძნობიარე ოპტიკა, რათა სწორად იმუშაონ. არსებობს ეჭვები, თუ რამდენად გაუძლებენ ასეთი ნაწილები, როდესაც ისინი სამხედრო გემებზე დამაგრდება და იძულებული იქნებიან დიდი ხნით ზღვაში, ბუნებრივ პირობებსა და მარილიან ჰაერში იმუშაონ. ამ პრობლემების მიუხედავად, ლოკუსის მსგავსი ლაზერები მომავალ წლებში აუცილებლად უფრო ფართოდ გავრცელდება და უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული. და ეს მსოფლიოს წამყვან სამხედრო ინჟინრებსა და დეველოპერებს დაეკისრებათ, რომ იპოვონ გზები მათი შეზღუდვების დასაძლევად ან გვერდის ასავლელად. და რადგან ამ საქმეზე უკვე მუშაობენ საუკეთესო გონები, ხოლო უმაღლეს დონეზე აშკარა სურვილია ლაზერების უფრო ფართო ინტეგრაციისა საზღვაო ძალებსა და მის ფარგლებს გარეთ, დიდი ალბათობით ამ მიმართულებით აშშ იქნება ლიდერი. გარდა ამისა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა იმ მრავალთაგან, რომლითაც საზღვაო ძალები აუნჯობესებს თავის საბრძოლო ხომალდებს, გამანადგურებლებსა და ავიამზიდებს, რათა ისინი უფრო მდგრადი გახდნენ დრონების მიმართ. კლავაც, უკრაინის მაგალითით შთაგონებულმა, აშშ-მ ასევე დაიწყო გადამჭერი დრონების ტესტირება და დანერგვა. მაგალითად, 2025 წლის მარტში USS Gerald R. Ford-ის ავიამზიდის დარტყმით ჯგუფში შემავალ 3 ალიბერგის კლასის გამანადგურებელზე დააფიქსირეს ახალი გამშვების სისტემები, არა მხოლოდ რაკეტებისთვის, არამედ დრონებისთვისაც. საუბარია Raytheonis Coyote Block 2-ზე და Andurilis Roadrunner M დრონებზე. ორივე ეს არის ანადრონული ჩამჭერი, რომლებიც შექმნილია მხოლოდ ერთი მიზნისთვის: მტრის დრონების აღმოჩენა და განადგურება, მანამდე სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ. და ორივე მათგანი საოცრად კარგად ასრულებს თავის საქმეს. მაგალითად, Coyote მაქსიმალურ სიჩქარეს 370 მილი/საათში აღწევს. შიგნით მას აქვს 4 ფუნტიანი ფუგასურ ფრაგმენტაციული საბრძოლო ნაწილი სიახლოვის ანფეთქებლით. და როგორც კი ის საკმარისად მიუახლოვდება მტრის დრონს, საბრძოლო ნაწილი ფეთქდება. აფეთქებს როგორც Coyote-ს, ასევე იმ მტრის დრონს, რომელსაც უბედურად იმ ტერიტორიაზე იმყოფება. Roadrunner-ი შეიძლება ითქვას კიდევ უფრო უკეთესია. 2 თურბოძრავიანი ინტერსეპტორი დრონი. ის შეიძლება გაუშვოთ, მიაგნოს სამიზნეს და შეუტიოს მტრის უპილოტო საფრენ აპარატებს, როგორც ხელით მართვის, ასევე ავტონომიურად, საკუთარი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მას ასევე აქვს ბაზაზე დაბრუნების უნარი, თუ დროულად ვერ იპოვის სამიზნეს. შეუძლია უსაფრთხოდ დაჯდეს ბუსაფრთხოდ დაჯდეს ბაზაზე, შეიფსოს საწვავით და კვლავ გაემართოს ახალ ნადირობაზე. $500,000 ღირებულებით ეს დრონისთვის საკმაოდ ძვირია, მაგრამ მაინც ბევრად იაფია ვიდრე ინტერსეპტორი რაკეტა. და ამ უნიკალური თავდაცვითი საშუალებებით, ავიამზიდებსა და სამხედრო გემებზე აშშ-ს საზღვაო ფლოტი ნამდვილად ახალ ეპოქაში შედის. ეპოქაში, რომელსაც აღარ განსაზღვრავს საბრძოლო თავების ზომა ან რაკეტების ფასი, არამედ სისტემები, რომლებიც უფრო ეფექტურია და ეკონომიურია, ვიდრე აქამდე არსებული ნებისმიერი რა. ეხლა შეგიძლიათ გაიგოთ კიდევ ერთი საინტერესო ამერიკული სამხედრო ინოვაციის შესახებ ამ ვიდეოში, რომელიც განიხილავს ირანის თავზე უმაღლესი საიდუმლო სადაზვერვო დრონის სავარაუდო განთავსებას. სხვა შემთხვევაში ნახეთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ, როგორ გახდა ამერიკული სამხედრო ტექნიკის უფრო ტრადიციული ნიმუში F-22 გამანადგურებელი ყველაზე ძლიერი და დომინანტური თვითფრინავი დედამიწაზე. და მეტი სამხედრო ანალიზისთვის, ხედვებისა და უახლესი სიახლეების მისაღებად, დარწმუნდით, რომ დღესვე გამოიწერეთ The Military Show.